სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ ბრწყინვალე დიდებულ დღესასწაულს. დღეს არის სულთმოფენობა, ანუ სულიწმინდის გარდამოვლინების დღესასწაული. ამას აღნიშნავთ ჩვენ. რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულს ძალიან ღრმა შინაარსი აქვს და ეს იწყება ძველი აღთქმიდან ამ დღესასწაულის აღნიშვნა. წინა სახე ამ დღესასწაულის ძველ აღთქმაში იყო, მაგრამ მე მინდა გითხრათ ყველაზე არსებითი რაც არის, რომ ჩვენ გამოვიარეთ, ვემზადებოდით დიდი წმინდა მარხვით, ვემზადებოდით აღდგომის დღესასწაულისათვის. აღდგომა ქრისტესი, ჯვარცმა და აღდგომა ქრისტესი იყო მთავარი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში და აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე მოწაფეებს, რომლებიც იყვნენ შეშინებულები, რომლებიც იყვნენ ძალიან დათრგუნულები, იმიტომ რომ ისინი ემზადებოდნენ ქრისტეს ღვთაებრივი დიდების მისაღებად და უცებ ღმერთი ნახეს ჯვარზე გაკრული, დამცირებული და ძალიან ძნელი იყო, რომ არ შეურგულებულიყავი ადამიანი მაშინ ჯერ კიდევ სანამ ესენი ღვთაებრივ სულს მიიღებდნენ, რომელიც დღეს გარდამოვიდა და ამის შემდეგ მესამე დღეს იესო ქრისტე აღდგა, გაამხნევა მოწაფეებით ისინი და 40 დღე იესო ქრისტე მოწაფეებს ყოველდღე ეცხადებოდა, მათთან ერთად იყო განსწავლიდა და მე-40 დღეს იგი ამაღლდა ზეცად. ამაღლდა ზეცად და დაშორდა თავის მოწაფეებს, რაც იყო ძალიან ძნელი და ძალიან კიდევ უფრო მძიმე იყო მოციქულებისათვის ქრისტესთან გაშორება, ვიდრე ჯვარცმის დროს, იმიტომ რომ ის იყო რაღაცა მოულოდნელი, არ ელოდებოდნენ მაინც ბოლომდე არ ეგონა და უცებ მოხდა ეს და განიცადეს, მაგრამ მე როდესაც დაბრუნდა ქრისტე და როდესაც 40 დღე მათთან ერთად იყო, აი რომ არ ელოდნენ ესენი, არ ელოდნენ კი არა ელოდნენ, მაგრამ აი მაინც ეს უდიდესი სიხარული იყო, აღდგომის სიხარული და ამის შემდეგ იესო ამზადებდა მოწაფეებს, ემშვიდობებოდა მათ და დაემშვიდობა და განეშორა, ამაღლდა ზეცად, მაგრამ როგორც ამაღლების ტროპარში ესე არის ნათქვამი, რომ და განამხიარულენ შენი მოწაფეები აღთქმით ამით სულისაწმინდისად. აი ამ განშორებისას იესო ქრისტემ განამხიარულა თავისი მოწაფეები, გაახალისა, გაამხნევა და დიდი ამაღლება იყო დიდი სიხარული, იმიტომ რომ რატო? აი დღევანდელი დღე უნდა დამდგარიყო. დღეს, როდესაც სულიწმინდა გარდამოვიდა, აი ეს ნიშნავდა უკვე იმას, რომ სამუდამოდ უკვე დედამიწადაც შეერთდებოდა და აქედან დაიწყებოდა უკვე ცხოვრება მარადისობაში. და მართლაც გარდამოვიდა სულიწმინდა, დაადგრა ცეცხლის ენების სახით მოციქულებს, რისი აღნიშნული არის ეს ყვავილები და სანთლები, ანთებული სანთლები, რომლებიც დღეს ჩვენ ხელში გვიჭირავს, ეს აღნიშნავს, ვიხსენებთ, აღნიშნავს აი სულიწმინდის გარდამოსვლას, რომელმაც განანათლა და განაბრწყინვა თავა ესე იგი ქრისტეს მოციქულები და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ამის შემდეგ სრულიად სხვანაირი ცხოვრება დაიწყეს დედამიწაზე, უშიშარი, მხნე, დადიოდნენ სოფლიოში გადაგებდნენ, რა არ გადაიტანეს რა, ჯერ მარტო თვითონ მოციქულებმა, მოციქულთა საქმეში არის აღწერილი, ესე იგი რა გადაიტანეს, რა საოცარი თავგადასავლები, განსაცდელები, რამდენჯერ იყვნენ ქვით ჩაქოლილნი, რამდენჯერ სიცოცხლეშივე, ესე იგი რამდენჯერ სიკვდილი განიცადეს ქრისტეს სახელით და ქრისტესათვის და მიუხედავად ამისა, აი ბოლომდე მიიტანეს ეს ანთებული სანთლები ზეციურ სასუფეველში და აი გადმოგვილოცეს ჩვენ და დღეს ჩვენ გვიჭირავს ეს სანთლები ხელში და აი დადგა ეს დღე და რა იქნება დღის შემდეგ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. დღეს აი ჩვენ მივიღეთ ეს მადლი სულისაწმინდისა კიდევ ერთხელ და კიდევ ერთი ახალი წელი იწყება. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ საეკლესიო კალენდარი
აქედან აღირაცხება, აქედან იწყება ეს 100 წერტილია. იმიტომ რომ აი რო გადაშალოთ კალენდარი წერია რომ აი მეამდენი თქვათ 15 კვირა თუ 27 კვირა სულთმოფენობიდან აქედან ითვლება ეს კვირები. აი ხა დაიწყო უკვე ეს პირველი კვირა, დაიწყო და პირველივე კვირა სულთმოფენობის შემდეგ იქნება ყოველთა წმინდათა ხსენება და განსაკუთრებით აქ ჯავახეთში ჩვენი ჯავახეთის დღესასწაული ახალ ქალაქობამ და აქედან იწყება შემდეგ უკვე ახალი საეკლესიო კალენდარი და უნდა ვიცხოვროთ, რა თქმა უნდა, სიხარულიც ბევრი გვექნება, რა თქმა უნდა, მწუხარებაც გვექნება და სევდიანი დღეებიც გვექნება, იმიტომ რომ ჯერჯერობით დედამიწაზე ვართ, დედამიწაზე და ვემზადებით ჩვენ მარადმოველი, ესე წერია წამს ესე ვამბობთ მოველი აღდგომა სამწრეთით, აი მოლოდინში ვართ ჩვენ და რო წარმოიდგინოთ, ესე იგი გაივლის ეს წელი და კიდევ დადგება ეს დიდი წმინდა მარხვა, კიდევ დადგება ეს აღდგომის დღესასწაული და კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ სულთმოფენობის დღესასწაულსაც და რო წარმოიდგინოთ აი ეს წრე, რომელიც ზეით მიიწევს, აი რო წარმოიდგინოთ მაღალი შენობა, რომელზეც წრიული კიბეებით ზეით ადიხარა ესე და ისევ გაივლია ამ დღესასწაულს, ისევ აი ამ წრიულ ციკლს და ასეთნაირად ჩვენ მივიწევთ სასუფეველი საქმე, უნდა მივიწევდეთ ყოველ შემთხვევაში. მე არ შემიძლია დღეს არ გავიხსენო და არ გავავლო, ესე იგი არ შეიძლება ეს შედარება არ გავაკეთო ჩვენს პატრიარქთან, რომელმაც აი ესე გვატარა როგორც მოსემ ებრაელები უდაბნოში ატარა 40 წელი, აი ესე გვატარა ჩვენ პატრიარქმა ეს 40 წელი აი ამ ცხოვრების ღელვარე ზღვაში გამოგვატარა და ბოლოს მოგვიყვანა ჩვენ ესე იგი აი დღევანდელ დღემდე და ძალიან ძნელი იყო პატრიარქთან განშორება, ძალიან ძნელი იყო განშორება და იმიტომ რომ გარდა იმისა რომ მივეჩვიეთ მასთან, აი ეს არ შეიძლება, არ უნდა მიეჩვიოს ადამიანი არაფერს, ამხელას იკეთეს, ამხელას იხაროს, ამხელა ნამდვილ დღესასწაულს, მასთან ყოველი დღე ყოფნის იყო ნამდვილი დღესასწაული და აი დადგა ეს დღე, როდესაც მან დავტოვა, მაგრამ ჩვენ დღეს აქედან ვევედრებით ჩვენს პატრიარქს, ვევედრებით რომ აი როგორც იესო ქრისტემ სულიწმინდის გარდამოვლინების პირობით გაამხიარულა მოწაფეები, ვევედრებით პატრიარქს რომ გაგვამხიარულოს იმითი, რომ დაუყოვნებლივ, რაც შეიძლება მალე შეირაცხოს წმინდანად, რომ უკვე საბოლოოდ სამუდამოდ ჩვენთან იყოს. აი ჩვენ დღეს გვაქვს ამისი მოლოდინი და აი მოლოდინში ვართ, ისე როგორც მოციქულები იყვნენ მოლოდინში, აი ეს 10 დღე ამაღლებიდან სულთმოფენობამდე იერუსალიმს არ განეშორებოდნენ და ელოდებოდნენ. აი ჩვენც ესე ველოდებით, ჩვენც ესე გვიჭირავს ანთებული სანთლები და ვთხოვთ ჩვენს პატრიარქს, რომ მალე დაგვიბრუნდეს ისევ. კიდევ ერთხელ გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.